გამარჯობათ. დღეს გამოგვივა ცოტა დიდი ვიდეო. დღეს ვილაპარაკოთ, იქნება ნაწილი 1 ყველაზე მდგრადი სუნამოები, ხო სულ ეგ შეკითხვა და ასევე რომელიც ძალიან მდგრადია, სიტყვად ვთქვათ, რაღაც თემაში მე მომწონს, არ მომწონს, რომელიც საოცრებაა და ასე შემდეგ. და მინდა დავიწყო ბოდიჩიას Blue Sapphire-ით, რომელიც არის საოცრება. ეს არის ინგლისის პრინცი და დედოფლის ქორწილისთვის შეიქმნა, რომელშიც არის საოცარი ციტრუსების კომპლექსი, სადღაც ცოტა ხისნოტებიც უტყავს განსხვავებული ბედნიერების მომტანი სურნელი. აი ზუსტად ესეთია ბოდიჩიას Blue Sapphire. ეხა Aqua Sapphire-ზე წავიდეთ. Aqua Sapphire ძალიან გავს Otto Paris-ის მეგამარს. თქვენ ყველა მისით მეგამარი მე როგორ არ მიყვარს. ან მეგამარივით, ან ცოტა უფრო მდგრადია, ესეც აკვატიკურია, ალბათ 90%-ით გავს, მაგრამ აი ის, რაც მეგამარს აქვს, რაღაც აი დამპალი რაღაცის სუნი რო აქვს, ის ამას არ აქვს და ნუ არ მაღიზიანებს რა. მაგრამ მიმართულება მაინც იგივეა. ასე რომ ვისაც მეგამარი არ მოგწონს, შეიძლება ეს არ მოგეწონათ. ეხლა რაც შეეხება Oud Sapphire-ს. აქ Oud Sapphire ქვია, მაგრამ დომინანტი არის ტყავი და არის ერთ-ერთი უმდგრადესი და უსერიოზულესი ტყავი. ძალიან დახვეწილი, რომელიც არ ყვირის, მაგრამ ძალიან მდგრადია და რომელიც აი, რა ვიცი, ალბათ აი ვიდიან ლონდონის გვერდზე დავაყენებდი რა. საოცარი სუნამო, ამის Tobacco Sapphire ძალიან მდგრადია, ის უკვე მეორე ვიდეოში მექნება, იმიტომ ძალიან დიდი ვიდეო არ გამოგვივიდეს. ეს ყველასათვის საყვარელი Louis Vuitton-ის ombre nomade, საოცარი ხისნოტები, საოცარი ჟოლო, აი ძალიან მაგარი შლეიფი, ძალიან მაგარი მდგრადობა და ყველა რო გეკითხება რა გასხია. აი ეს სუნამო, ეს ვიტყოდი Louis Vuitton-ის ქმნილებაა, ბევრი მაგარი არომატი აქვს, მაგრამ ყველაზე მაგრა ეს არომატი მომწონს, იმიტომ აი რაღაცა ისეთი მდიდრული ჟღერადობა აქვს და თან ძალიან დახვეწილია რა. ეს არის Maison Crivellis Oud Maracuja და ნუ რა ვიცი, ადარებენ ამ არომატს. მე შემიძლია თამამად თქვა, ვინც ამ არომატს ამას ადარებს, ცხვირზე აქვს სერიოზული პრობლემა. და უნდა იმკურნალოს. ყავს სხვათა შორის ძალიან მაგარი ოტორინოლარინგოლოგი და შემიძლია გაუშვა, იმიტომ რომ ცადა დედამიწაა. აქ თუ ძალიან კაცური ხისნოტებია, აქ ხისნოტები ძალიან იკარგება, მარაკუა იგრძნობა, ნუ მაგარი შლეიფი, მაგარი მდგრადობა, მაგრამ მე არ მომწონს ეს არომატი. ადრეც ნათქვამი მაქვს და ნუ რა ვიცი, მსგავსებას ვერ ვხედავ. მაგრამ არ მიკვირს რა, ვიდეოები მხვდება ამ ბოლოდოსო შერგიო მამაკაცურიაო, ეს ყოფილა ნაზი სუნამო, ავენტუსი ტკბილია. იქ ვიღაცა კიდე რა ვიცი, ამუაჟზე იძახის ამაზე ინტერვიუზე, რომ უნისექსიაო, ქალმაც შეიძლება დაისხასო, ეს ქართულ ინფლუენსერებზე მაქვს ლაპარაკი. ეხა იგივე თემაა, რა ცოტა გადაუხვიო, მე რომ მანქანების აღწერა დავიწყო. და ამბიცია რომ მქონდესო, სიტყვად ვთქვათ, სარიშულზე მაგარი ვარ ერთ თვეში, ოღონდ მოდებაში არა ვარ მანქანებს, არ ვიცი რა. და ანუ აი ეგეთი რაღაც საოცრებებია ვიძახო. შეკაი ადამიანო, ცხვირი თუ არ გივარგან, ნუ იძახი მაინც, ტკბილზად სივსო ვერ აკვევ ერთმანეთისგან. მანდ უკვე დამთავრდა და შენ რომ ვერ განვითარდები, იმიტომ რომ ეს არ არის ეს ვისწავლე და რაღაცა, შეგრძნებები უნდა კონდეს რა. ეხლა დავიწყოთ ენცელადით, ამ სუნამოსი მეშინია, იმიტომ რომ მას ღია აი რასაც ქვია მკლავს. აი ვიღაცასო ალბათ ესხას ერთი 100 მეტრში იქიდან უგრძნობ რა და რა ვიცი, აღასოდეს სუნი არ გასდის რა. ნუ ჩემთვის ეს არის ძალიან ქიმიური, ძალიან ბევრისთვის მოსაწონი კომპლიმენტარულია, მე ვერ ვისხავ, იმიტომ რომ ცუდად ხდის რა. ტილია ეხა აქ არის უნისექსია, მაგრამ ვიტყვი რომ ქალის არომატია, იმიტომ რომ რაღაცა იქ ცაცხვი, რაღაც ძალიან ნაზი, ასევე მარტო ნაზი არ არის, ძალიან ბომბია რა. თან ქალურია, თან ბომბია და ნუ ისეთია, რომ აი მთელი დღე ვაგდის და სულნაილი და ბოლოსო ძალიან ღლის. ეგეთია ტილია, ნუ კაცებს აუჩევ, ეხა ვიღაცაებმა იყიდეს და არ ვიცი.
ვიღაცა მოვიდა წმოვედი 4 ჩემ ხელა იყო ეგეთ დაკონთული ჩემზე დიდი და მეთქი უეჭველი ამოასანა ამის იყიდის და ტილია მინდაო და შენთვის ძმა მეთქი ხო კაი ჯიგარო მეთქი აიღე მეთქი ეს წლის ჰიტი ალდებარანი ავით აი ვისაც ტუბეროზა უყვარს 100 ტუბეროზა აქვს მოწოდების სიმაღლეზე მაგრამ აი ავით ენცელად ესავით აი ჩაგაფრინდება კანში არასოდეს არ გატის რა ყვავილებია ტუბეროზა ანუ ავით აი ვისაც ტუბეროზა გიყვართ იმათმა იყიდეთ რა ბევრს არ ვლაპარაკებ ამ არომატს ჩემი საყვარელი ორთოპარიზი ეს არის ტერონი ну საოცარი მდგრადობა და შლეიფი და ავით აი რას შევადარო რა აი ეს მჟავე ბროწეული ეს მოტკბო თამბაქო თან თამბაქო არის აი თან სიგარის თან აი გეგონება ისევ ჩააქრობ რა სიგარას და ის რაღაც ბიჩოკისონიო ასტის აი როგორ შეიძლება ხე მოგეწონოს ხო აი იმდენად ლამაზად აქვს ხესთან გათამაშებული და ბროწეულთან რომ ავი აი კაცური არომატის ეტალონია და საოცრებაა რა ეს აუგანო თავი მოძვა ის როამომა ხოლმე შპრიცით მოხსნილი მქონდა ხო და აუგანო არის ნუ რაღაცა ეს ხის ნოტები ზოგი რაღაცა კანაფს გზნობს ავიც მე აქ კანაფი ვერაფერი ვერ ვიგძენი ყველას იმიტომ მოწონს რომ ძალიან მდგრადია ძალიან შლეიფიანია მე ნუ რავი ხანდახან ვისხავ მაგრამ სადაც ორთოპარიზია იქ ჩემთვის ნასომატო როგორც ბრენდად ვერ ჩამოყალიბ და იმიტომ ჯერ ძვირიღის უფრო 30-იანებია და 50-იანის ფასები აქვს და თან ნუ რა ვიცი რა ავი აი ამას გავავარჩევდი და ფანტომას ალბათ რა ვიცი დიდად ვერ ვგიჟდები მე ამ ბრენდს ეს კიდე ნამდვილი მამაკაცის განსახიერება ეს არის ინტელო და 53 ნუ ჩვეულებრივი რიცხო მაგარია მაგრამ აქ პროსტა იმდენად ბევრი რამე იგრძნობა ეს კანიფოლი ეს გახურებული ხე იქ რაღაცა იწვის იქ რაღაცა ცოტა მეტალი ცოტა პილპილი ნუ არ ვიცი საოცრებაა რა პროსტა ძალიან რთული არომატია ძალიან ბევრი გახსნის ფაზა აქვს და ესე მარტივი არ არის ყველა მოგაუგოს მაგრამ რა ვიცი ვინც წაიღო ყველამ საოცრებაო და რა ვიცი მალადეც ვინც ამას გაუგეთ იმიტომ მე დრო დამჭირდა რომ შემყარებოდა იმდენად რთული არომატი როჟა ძიაგილევ ეს ჩაუსვი იმიტომ რა ვიცი ეგეთი მდგრადი ციტრუსი მე არ მინახავს რა ალბათ რა ვიცი 10 საათი მდგრადობა აქვს ციტრუს ხო და სისუფთავის სურნელი აქ მე ეს პუდროვანი ხდება და ძალიან ისეთი არომატია რა დახვეწილიო თქვა ამასაც ვიტყვე ცოტა შიპრისკენ მიდის და ნუ რა ვიცი აი ცოტა დამუღამება ამასაც უნდა მაგრამ ძალიან განსხვავებულია და ძალიან რაღაცნაირი ისეთი არომატია რომ ხვდები რომ რაში იხდი ფულს რა აი ეს არის ჩემი აღმოჩენა 2025 წლის მეისონ კრიველის შაფრან სეკრეტი სადაც ნუ აი პირველ რიგში ასავს გზნობ აი რაღაც რკინის საამქროში ეს გახურებული რკინა როა და აი შაფრანთან ერთად პროსტა იმდენად მაგარია პროსტა ხო ვიძახი ჩემთვის მინუსი ის აქვს იმდენად მდგრადია რომ ერთხელ ვისხავ ამ დროს მაფანატებს ისე მომწონს პროსტა აი 2 ან 3 ოდავისხა ცუდად გამხდის რა და ნუ აი ელენესაც ძალიან უყვარს და აი ძალიან მაგარია ეს ვიტყოდი რომ ნუ ეს და უცტალიონს ვიტყოდი რომ არის ალბათ მეისონ კრიველის ქმნილება რასაც ქვია ეს არის დიორის ამბერ ნუით ესპრიტი და ეს ესპრიტი ნიშნავს ანუ ექსტრაქტზე კიდე მაღალი შემცველობა აქვს ის სიტყვა თქო ამაზე მაღალი შემცველობა აქვს და ამის მინუსიც მდგრადობაა იმიტომ ძალიან მდგრადია და აქ ესე კარდამონი და ამბრა ესე იყოს გათამაშებული მე უბრალოდ არ მინახავს განსუაზე ვგიჟდები და რაც ეს დავტესტე უფრო ამას ვისხავ ნუ განსუაზე პროსტა ბევრად ძვირია მაგრამ აი უსაოცრესი ამბრა ვისაც ამბრა გიყვართ ამაზე მაგარ არომატს უბრალოდ ვერ დატესტავთ
ეს რამდენი წელი გავიდა 5 წლის უკან განვადებით ვიყიდე ისე მომეწონა და იმის შემდეგ კიდე მაგრამ მომწონს და ეს ინიციოს for greatness-ი მარკეტინგული ნიშა, სადაც ხის ნოტები საოცრება შაფრანთან ერთად, თუმცა ესეთი შაფრანი არა, სხვანაირი. და ვინმე რომ მეკითხება დანიელ რას მერჩევ, ამას ვუჩვევ, იმიტომ ეს ვინმეს არ მოეწონოს პოსტა ვერ წარმომიდგენია რა. ეხლა აქ სუნამოები რაც მიდევს არის, რა ვიცი, ყველა ალბათ 10 საათზე და მეტი მდგრადობით კანზე რა და ვინმეს ეხლა 24 საათი და 48 საათი თუ უნდა მდგრადობა, მაშინ ფეიქები უცლაღად 10 მილიგრამი ოთვიანი მდგრადობა აქვს. ეს არომატიცა მაშინებს. ესე ძალიან მდგრადია. ეს არის ალექსანდრია 2. ეს არის უცნაური და ქსერჯოფის გნილება. სადღაც რო შედიხარ და რაღაც ძვირად ღირებული ძალიან მაგარი, რაღაც ავეჯია და ახალი გალაკული რო იყოს, თავიდან სტარტზე ეგეც სურნელს უყავს რა. და მერე უკვე ეს ხისნოტები ისე მაგრაჭდება, ისე ლამაზაჭდება და ძალიან უცხოა, რა. ვერსად მსგავს სურნელს ვერ შეხვდები და ვერავინო ვერ გეტყვის, ძმა, ეს გამოიცნობს თუ არ იცის და ვერ მიამსგავსებს, ეს გასხია, რაღაცა სუნამოში, რაღაცაში არ აერევა რა. და დიორის უდ ისპაჰანი, აქაც ხისნოტებია ვარდისი სუფთავისთვის და ძალიან უცნაურია ესეც რა თავიდან თავის ხი მეთქი რაღაცა ის და დაჭდა და გახსნა, მაგარია რა. ძალიან და განსხვავებული და ძალიან მაგარი არომატი. ეხლა აქ რაც ალაგია, ამის გარდა ყველა არის უნისექსი რა. ყველა სუნამო უნისექსია და რა ვიცი, უკვე ნიშები აღარ უშვებენ რა, ეს ცალკე კაცის, ცალკე ქალის, თიძე ჩამოსათვლილი გამოდის ეგ, იმიტომ რომ ეს ხო არის მარკეტინგი ქალის და კაცის სუნამო. მერე გაიყო, რომ უფრო მეტი ფული გააკეთონ. არ არსებობს ქალი და კაცი. არ უნდა დაყო. რაც მოგწონს ის უნდა დაისხა. ეხლა ეს უნისექსია, ქალზე ვერ წარმომიდგენე. მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა. ამიტომ რაც მოგწონს ისხავ იმას. სუნამოების კონტენტი თუ გინდათ გავაგრძელო, რა ვიცი, დალაიქეთ, მოიწონეთ ვიდეო, დააკომენტარეთო, კაი ხანი არ დამედია ცოტა ტექნიკაზე გადავედი და რა ვიცი, რომელი გავაგრძელო, სუნამოები, ტექნიკა თუ ორივე. აბა, კარგად